წყალი, რომელიც მე მივსცემ მას, ასეთ ადამიანს, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელიც ვიდოდეს ცხოვრებად საუკუნო. ესე იგი, რა საოცარ რაღაცას მეუნება. ერთია რომ ამ წყაროს მე შენ გაძლევ, მაგრამ ეს წყარო შენში თავისთავად თითქოს ცოცხალია საღვთო ენერგია, სადაც ენერგია ნიშნავს ღმერთის ყოფობას. მაგრამ განსაცვიფრებლად ამბობს, მე რომ ამ წყაროს შენ გაძლევ, ეს წყარო შენში თავად წყაროთ იქცევა. შენ თითქოს ავტონომიურად შენს გულში საღვთო მადლი მოჩქებს მარადიული სიცოცხლისკენ მიდის. აი ნახეთ რა საოცარია, ადამიანი როგორ სიმაღლეზე აყავს. შენ გაძლევ საღვთო ენერგიას, შენში იწყებს ცხოვრებას, აი სახარებაში რო კითხულობ, ჩვენში ერთი სული აქვს, დაიწყო ცხოვრება მამამ, ძემ და სულიწმინდა. კი რომ მამაძე და სულიწმინდა ზეცაში არ არის, ზეცა პირობითად რა არის ზეცა, ჩვენ ხო არ სხვა კოსმოსური სივრცეები არ არის, ეს არის ტრანსცენდენტული ყოფიერება. ხო და იქ არის და ჩემს გულში როგორ გადა და შენს გულშიც არის და რამდენ გულშია და რამდენი ღმერთია და ღმერთი ერთია და ყველგან არის, სადაც გონიერ ადგილას ეპატიჟებიან და გულს უხსნიან, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომაც ამბობს სიმონ ახალი ღვთისმოწყალე, რომ ასეთი ადამიანის გულის და ზეცა არ განსხვავდება. ღმერთი არის იქაც და იქაც და გულიდან არის გასასვლელი, როგორც თავად გამოცხადებაში გითხარით სიმონ ახალ ღვთისმოწყალეს, რომ უფალი ეუბნება, შენ როცა დამინახავ შენს გულში, მე თუ დამინახავ, როგორც წყალში ხედავ მზის ანარეგლს, გარდაცვალების მერე სულ ჩემთან იქნები პირისპირ, ხო, აი გულიდან იწყება ეს გასასვლელი, ენერგია, რომელიც შემოვიდა, წყაროთ იქცა და იწყებს ფეთქვას, როგორც წყაროს წყალი და მიედინება მარადიული სიცოცხლისკენ მდინარეები. ანუ ღმერთის შვილი ხდები, მადლით ღმერთი ხდები. ხო, ეს ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობთ, გონება მიუწვდომელი, განსაცვიფრებელი რეალობაა და ჩვენი სიტყვებზე კიდევ უარეს უფრო მეტად ჩვენი მდგომარეობა საცოდავია ამ ყველაფერ ამ მოცემულობასთან შედარებით. და მით უმეტეს, როცა ამ საცოდავობის უბადრუკი მდგომარეობის მიზეზი ძალიან ხშირად ჩვენვე ვართ, ჩვენი პიროვნული არჩევანით, იმიტომ რომ აი ამას მე ვივიწყებთ ყოველდღიურ ყოფიერებაში, ყოველდღიურ წამიერთ ყოფიერებაში ვივიწყებთ. გონია რომ სამართლიანად ვივიწყებთ, იმიტომ რომ განსასწრებელი გვაქვს, ტკივილები გვაქვს, პრობლემები გვაქვს. 1000 საცდური გვაქვს და ჩვენ ამას ვივიწყებთ და გონია რომ სამართლიანად ვივიწყებთ, იმიტომ რომ სუსტები ვარ და ამდენ განსასწრებს ვერ უძლებთ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს განსაცვიფრებელი მაგალითები ეკლესიის ისტორიაში, როცა ადამიანები, ჩვენერი ადამიანები არ ივიწყებენ ამას, იმიტომ რომ ისი ანათებს მათ ცხოვრებაში ეს მოცემულობა და ეს დიდებულება, ისი ანათებს, რომ რაც არ უნდა განსასწრელი, ტკივილი, საცდური კონდეს, ნუ არ იფარება ეს მზე ამობწყინებულია მათ სულში. და ესე უნდა ვიყოთ ჩვენ და სანამ ასე არ ვიქნებით, მანამდე ჩვენ არასოდეს არ უნდა მოგწონდეს ჩვენი სულიერი მდგომარეობა და ჩვენი ქრისტიანობა.